cross section-ის გამოყენებით ავაგოთ ნავი. ამისათვის line-ით left-ში დავხაზოთ პირობითი პროფილი მომავალი ნავისათვის. vertex-ში გამოვიყენებ მომგვალების საშუალებას. fillet spline-ის გააქტიურებით გავაკეთოთ outline-ი ზომა 2-ით. Z-ხედში top shift კლავიშის გამოყენებით დავაკოპიროთ ფორმა. დავუშვათ მეუთითოთ რაოდენობა 9 წალი. კლავიატურაზე G კლავიშზე დაჭერის გამოყენებით გავაუქმოთ ვიზუალური ბადე. მოვნიშნოთ ყველა ხაზი ერთად და იმისათვის რომ კარგად ჩანდეს შევუცვალოთ ფერი. თეთრი ფერი ყველაზე კარგად გამოიყურება ასეთ შემთხვევაში. იმისათვის რომ მოვატრიალოთ 180 გრადუსით, 90 გრადუსით. და შემდგომ გადავაადგილოთ. აუცილებელი პირობა არის ეს წერტილი ემთხვეოდეს დანარჩენ რიგს. ამიტომ ესეთ შემთხვევაში უმჯობესია გამოვიყენოთ მოდიფიკატორი X-form. მოდიფიკატორი X-form შედგება გიზმოსაგან და ცენტრისაგან. გიზმო არის კონტეინერი, რომელიც გადაადგილების ან ბრუნვის შემთხვევაში ის ობიექტი, რომელზეც არის გამოყენებული X-form-ი, მასთან ერთად განიცდის ტრანსფორმაციას. ცენტრი ის ადგილმდებარეობაა, რომლის მეშვეობითაც ხდება გადაადგილება ან მოტრიალება. ცენტრი უნდა მოვახდინოთ ამ ცენტრის ისე გადაადგილება, რომ აღმოჩნდეს ამ spline-ის ქვედა განაპირა წერტილზე. ამისათვის modify-ში line განყოფილებაში აღნიშნოთ vertex-ი და მოვნიშნოთ მაუსით ყველაზე განაპირა წერტილი. მიმართულება ზემოთ არის Y, მარცხნივ X. ამიტომ ან დავიმახსოვრებთ, ან დავაკოპირებთ კოორდინატა X. შემდეგ გადავნაცვლებთ X-form-ის ცენტრში და ანალოგიურ კოორდინატას ჩაუწერთ ამ ცენტრს. კოორდინატთა სისტემა დაჯდა ქვედა წერტილში. შემდგომ გიზმოს გამოყენებით მოტრიალების შემთხვევაში ბრუნვა მოხდება ამ წერტილის ირგვლივ. აგათ გასათვალისწინებელია ერთ-ერთი შემთხვევა. თუ გქონდა მონიშნული vertex-ი, როდესაც დავაკოპირეთ კოორდინატა ამ წერტილის. და ისე გადავინაცვლეთ X-form-ის გიზმოში, მაშინ გადაადგილება ან მოტრიალება მოხდება მხოლოდ ამ წერტილის, ვინაიდან X-form-ი ითვლება რომ დაენიშნა იმ წერტილს, ანუ vertex, რომელიც გქონდა მონიშნული.
ასეთი შემთხვევა რომ ავიცილოთ თავიდან vertex-ის კოორდინატის კოპირების შემდეგ ჯერ გადავინაცვლებთ line-ზე, შემდეგ ცენტრზე, ჩავსვავთ აქ საჭირო რიცხვს, ხოლო შემდეგ გიზმოზე. და ისე მოვატრიალებთ ფორმას. იმისათვის რომ მოტრიალება მოხდეს ზუსტად დანიშნული 90 გრადუსით, შეგვიძლია გამოვიყენოთ tools trace type in panjara. სადაც z-ში ჩავუწერთ 90-ს. შემდგომ გადავალთ X-form მოდიფიკატორზე. ანალოგიურად გამოვიყენებთ მოქმედებებს ყველა დანარჩენ spline-ზე და მათ წყობას დავალაგებთ შესაბამისი ფორმით, როგორც გვესაჭიროება ჩვენი მოდელის შესაქმნელად. გარშემო ჩარჩოს წყობას დავაწყობთ ჩვენთვის სასურველი რაოდენობით, რომელიც ბოლო ჯამში განსაზღვრავს ნავის ფორმას. ვინაიდან ყველა ამ წერტილს ქვედა წერტილს გააჩნია ერთი და იგივე კოორდინატა, აღარ არის საჭირო გავიმეოროთ ყოველი spline-ის დროს წერტილის კოორდინატის კოპირება. ანუ პირდაპირ X-form მოდიფიკატორში ცენტრს ვუთითებთ ამ კოორდინატას. ამ შემთხვევაში გამოვიყენეთ -90 გრადუსით შემოbrunება. ვინაიდან უარყოფით ხარეს გვჭირდებოდა ამ spline-ის მოტრიალება. დავალაგეთ ჩვენთვის სასურველი თანამიმდევრობით ეს spline-ები, თუმცა აქ შესაძლებელია ნებისმიერი spline-ი დავარედაქტირო და მივცეთ ისეთი ფორმა პროფილის, როგორც გვჭირდება ჩვენ. და შემდგომ გამოვიყენოთ ბრძანება attach-ი, რადგან გავაერთიანოთ უნდა ეს ყველა ხაზი ერთ spline-ში. იმისათვის რომ გამოვიყენოთ attach-ი, მარჯვენა მენიუში ეს ბრძანება არ იქნება, გამომდინარე იქიდან რომ აქტიური არის ახლა ბრძანება ანუ მოდიფიკატორი X-form. თუ გადავერთებით line-ში, ასეთ შემთხვევაში გაუქმდება X-form-ის მოქმედება, რა თქმა უნდა, გვექნება ბრძანება attach. გამოყენება ასეთ შემთხვევაში attach იქნება არასწორი, ვინაიდან დავკარგავთ X-form-ის მოდიფიკატორის ქმედებას. ამისათვის რომ დავტოვოთ მოქმედება, რაც შეასრულა X-form მოდიფიკატორმა, Z-ზე მოდიფიკატორის დასახელებაზე მარჯვენა მენიუს გამოვიყენებთ და ბრძანება collapse to. დავეთანხმებით ეს ბრძანებით. მოდიფიკატორი გაუქმდება, თუმცა დარჩება ის პოზიცია ხაზის, რომელიც ჰქონდა მიღებული. ეხლა შესაძლებელია გამოვიყენოთ ბრძანება attach. აქაც აუცილებლად თანამიმდევრობა უნდა დავიცვათ, ანუ არ არის შესაძლებელი მოვნიშნოთ ჯერ წინა და მერე აქეთა.
ესეთი შემთხვევა დაარღვევს კარკასული ფორმას. გამოვიყენოთ attach-ის შემდეგ ბრძანება cross section, რომელიც მოგცემს კარკასს. და ბოლოს ბრძანება surface, ზედაპირი. მივიღებთ ნავის ნახევარ ნაწილს. იმისათვის რომ შევქმნათ მეორე ნახევარი, top ველში მოვნიშნოთ ეს ნაწილი და გამოვიყენოთ სარკისებური შემოbrunება კოპირებით mirror. ღილაკის გააქტიურება გამოიწვევს შესაბამისი ფანჯრის გამოტანას, სადაც ჩავთავთ ბრძანება კოპის, ვინაიდან გვჭირდება ასლი და mirror axis ანუ ღერძების გამოყენებით ჩავთავთ ჩვენთვის სასურველ ღერძს, რათა მივიღოთ მისი მეორე მხარის ასლი. დავაფიქსირებთ და მოვახდენთ იმ პოზიციაში გადაადგილებას, რაც ბოლო ჯამში შექმნის ნავს.